მეგობრებო, მოდით პირდაპირ ვთქვათ. ხაბიბის სკოლა დღეს MMA-ში იგივეა, რაც გერმანული მანქანათმშენებლობა ავტოინდუსტრიაში. ყველამ ვიცით, რომ იქიდან მხოლოდ საუკეთესოები გამოდიან. ისლამ მახაჩევმა უკვე დაამტკიცა, რომ ის ტახტის ღირსეული მემკვიდრეა. უმარ ნურმაგომედოვიც თავის გზას თავდაჯერებულად მიიკვლევს. მაგრამ ახლა ჰორიზონტზე ახალი ფიგურა გამოჩნდა, რომელზეც სულ უფრო ხშირად საუბრობენ. უსმან ნურმაგომედოვი. უსმანი ამჟამად PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონია. მისი სტატისტიკა? სიმართლე გითხრათ, ცოტა დაუჯერებლადაც კი ჟღერს. 21 გამარჯვება, 0 წაგება და 1 ჩაშლილი ბრძოლა. No contest. ეს არ არის უბრალოდ ციფრები, ეს არის განაცხადი იმაზე, რომ ამ ბიჭს წაგების გემო საერთოდ არ იცის. 21-დან 0. დაფიქრდით, რამდენი შრომა, დისციპლინა და რაც მთავარია, გენეტიკური ნიჭი დგას ამის უკან. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. PFL-ში მან უკვე ყველაფერი დაამტკისა. იქ მისი გაჩერება იგივეა, რაც ოლიმპიური ჩემპიონის სკოლის შეჯიბრზე ათამაშო. ამიტომაც მთელი მსოფლიო ელოდება, როდის გადადგამს ის ნაბიჯს დიდ ლიგაში, ანუ UFC-ში. ცოტა ხნის წინ პოდკასტში Pound for Pound UFC-ს ორმა ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ და კამარუ უსმანმა სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს. სეხუდო, რომელიც თავისი პირდაპირი და ხშირად სკანდალური პროგნოზებითაა ცნობილი, საკმაოდ თამამი განცხადებით გამოვიდა. მე მგონია, უსმან ნურმაგომედოვს მხოლოდ 2 ბრძოლა დარჩა კონტრაქტით, ასე რომ შესაძლოა ეს მისი ბოლო აკორდებია PFL-ში. მალე მას თავისუფალი აგენტის სტატუსით ვიხილავთ და ვეტყვით. ეთილი იყოს შენი მობრძანება UFC-ში უსმან. ის მართლა მაგარია ძმაო, მართლა მაგარი. სეხუდოს სიტყვებმა მაშინვე ააფეთქა ინტერნეტი. წარმოიდგინეთ, ასეთი დონის მებრძოლის UFC-ში გამოჩენა რამხელა არევას გამოიწვევს რეიტინგებში. კამარუ უსმანმაც არ დააყოვნა და თავისი პოზიცია დააფიქსირა. მან თქვა, რომ უსმანს პირდაპირ ტოპ 5-ში ხედავს. ტოპ 5-ში, მეგობრებო. იქ, სადაც ყოველი მეორე მკვლელელია და სადაც შეცდომას არავინ გპატიობს. მაგრამ სეხუდომ კიდევ უფრო აწია თამასა. მან თქვა, რომ უსმანი არა უბრალოდ ხუთეულში, არამედ პირდაპირ საუკეთესო სამეულში უნდა იყოს. და აი აქ იკვეთება ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მომენტი. სეხუდომ უსმანი ერთ რიგში დააყენა ისეთ მებრძოლებთან, როგორებიც არიან ილია ტოფურია და არმან სარუკიანი. მოდით, ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ მშრალი ანალიზი და ემოციებსაც მივცეთ გასაქანი. ილია ტოფურია, ჩვენი სიამაყე, კაცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია. არმან სარუკიანი, უძლიერესი მებრძოლი, რომელიც ტიტულისთვის იბრძვის. და უსმან ნურმაგომედოვი. ხომ ხვდებით რა დონის კონკურენციაზეა საუბარი? ეს არ არის უბრალოდ სპორტი, ეს არის ნამდვილი გლადიატორების ომი, სადაც ტექნიკა, ხასიათი და სული ერთმანეთს ეჯახება. კამარო უსმანმა დასძინა. როგორც კი უსმანი UFC-ში გადმოვა, მის წინაშე ფანტასტიკური ბრძოლების არჩევანი გადაიშლება. აბა ვის არ მოუნდება ნახოს უსმან ნურმაგომედოვი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ. მართლაც წარმოიდგინეთ ეს ბრძოლა. ერთი მხრივ დაღესტნური სკოლა, გრეპლინგი და დაუნდობელი კონტროლი. მეორე მხრივ კი დალოცვილის დაუღალავი ტემპი და სტრაიკინგი. მაგრამ უსმანი მხოლოდ ჭიდაობა არ არის, მისი ფეხებით მუშაობა და დისტანციის გრძნობა ყოველ ბრძოლაში უფრო და უფრო იხვეწება. ის არის თანამედროვე MMA-ის პროდუქტი, უნივერსალი, რომელსაც შეუძლია ბრძოლა იქ წაიყვანოს, სადაც თავად აწყობს. თუმცა აქ ერთი კითხვა მაინც ჩნდება. არის თუ არა უსმანი მზად იმ წნეხისთვის, რასაც UFC ქვია? PFL-ში ის მეფეა, მაგრამ UFC-ის ოქტაგონი სხვა ენერგიაა, სხვა აურაა. იქ 70 კილოგრამიან, 145 ფუნტიან დივიზიონში ნამდვილი სიკვდილის ჯგუფია. რას ფიქრობთ, მეგობრებო? ხომ არ არის სეხუდოს შეფასება ზედმეტად გადაჭარბებული? მართლა შეუძლია უსმანს, რომ პირდაპირ ეჯახოს ილიას ან არმანს? სანამ მეორე ნაწილზე გადავალ, სადაც უსმანის პირდაპირ პასუხებსა და ილია ტოფურიასთან დაპირისპირების შანსებზე ვისაუბრებთ, დაწერეთ თქვენი პროგნოზი. ჩვენი ილია ხომ ყველასთვის დიდი გამოცანაა და მაინტერესებს, თქვენი აზრით როგორ დასრულდებოდა მათი შეხვედრა? მოდით გულახდილად ვთქვათ, თავდაჯერებულობა ამ ბიჭებს სისხლში აქვთ. უსმან ნურმაგომედოვი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ჩუმად კუთხეში დადგება და სხვების ქებას დაელოდება. მან მშვენივრად იცის თავისი ფასი. როდესაც საუბარი ჩამოვარდა იმაზე, თუ ვინ არის დღეს მსოფლიოში ნომერ 1 ლაითვეითი, უსმანმა საკმაოდ ხმამაღალი და შეიძლება ითქვას პროვოკაციული განცხადება გააკეთა. განსაკუთრებით საინტერესოა მისი დამოკიდებულება ილია ტოფურიას მიმართ. ილიამ, რომელმაც ქვემსუბუქ ტონაში ქვაქვაზე არ დატოვა და ალექსანდრე ვოლკანოვსკის ეპოქა დაასრულა, ახლა უკვე მსუბუქ წონაზეც აცხადებს პრეტენზიას. ილია დღეს UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მისი სტილი, აგრესიული, ტექნიკური და დამანგრეველი ბევრს აშინებს, მაგრამ არა უსმანს. ინტერვიუში MMA Fighting-თან უსმანმა პირდაპირ ეჭქვეშ დააყენა ილიას სტატუსი.
როგორ შეიძლება ის იყოს მსოფლიოში საუკეთესო მსუბუქწონაში? მე ამ წონაში 20-ზე მეტი ბრძოლა მაქვს ჩატარებული. მე დავამარცხე ყოფილი ჩემპიონები, დავამარცხე მოქმედი ჩემპიონები. ვფიქრობ, ჩემი რეზიუმე ბევრად უფრო შთამბეცდავია ვიდრე მისი. ილიას რამდენი ბრძოლა აქვს? 13, 14 თუ 15. მე კი 14 გამარჯვება მხოლოდ ვადაზე ადრე მაქვს მოპოვებული. როდესაც ამ ბიჭებსაც ჩამოვიშორებ, მერე თამამად ვიტყვი. მე ვარ საუკეთესო მსუბუქწონოსანი დედამიწაზე. მოდით გავაანალიზოთ ეს სიტყვები. ერთი მხრივ უსმანი მართალია, ის მართლაც ბუნებრივი მსუბუქწონოსანია, რომელიც მთელი კარიერა ამ კატეგორიაში ასპარეზობს. და ილია კი ახლა იწყებს ამ წონაში დამკვიდრებას. მაგრამ მეგობრებო, განა მხოლოდ რაოდენობა ამთავარი? ხომ ვიცით, რომ UFC-ს ერთი ბრძოლა ხშირად სხვა ორგანიზაციის 5 ბრძოლას უდრის დატვირთვით და წნეხით. ილიამ დაამარცხა საუკეთესოების საუკეთესოთა შორის. მან აჩვენა, რომ მისი საკედი ნებისმიერ კარზე მუშაობს. აქ ერთი რიტორიკული კითხვა მიჩნდება. ნუ თუ უსმანს ავიწყდება, რომ ილია თოფურია მხოლოდ სპორტსმენი კი არა, ნამდვილი ფენომენია, რომელმაც მთელი საქართველო და ესპანეთი ფეხზე დააყენა. ილიას დარტყმის ძალა 70 კილოგრამშიც კი ისეთივე საშინელი იქნება, როგორც 66-ში. და თუ ეს ორი ერთმანეთს შეხვდება, ეს არ იქნება უბრალოდ ჭიდაობა სტრაიკინგის წინააღმდეგ. ეს იქნება ორი სრულიად განსხვავებული მენტალიტეტის შეჯახება. და რა ვქნათ არმან სარუკიანთან მიმართებაში? არმანი ნამდვილი მანქანაა, რომელმაც ისლამ მახაჩევსაც კი სერიოზული პრობლემები შეუქმნა. სეხუდო ამბობს, რომ უსმანი არმანის დონეზეა. წარმოიდგინეთ ეს სამკუთხედი: ილია, არმანი და უსმანი. ეს არის მომავალი, რომელიც გველოდება. ახლა კი მინდა ცოტა წყალი დავასხათ ჩვენს მსჯელობას და დავთიქრდეთ, რატომ ვართ ასე აღზგებულები ამ შესაძლო ბრძოლებით. იმიტომ ხომ არ არის, რომ მოგვენატრა ნამდვილი, გაურკვეველი შედეგის მქონე დაპირისპირება. იქ, სადაც პროგნოზის გაკეთება თითქმის შეუძლებელია. უსმან ნურმაგომედოვი არის ხაბიბის პროექტი, მისი გაუმჯობესებული ვერსია სტრაიკინგში. მაგრამ UFC-ს გალიას აქვს ერთი თვისება: ის ყოველთვის აჩვენებს სიმართლეს. იქ ვერ დაიმალები რეიტინგების მიღმა. თუ უსმანი მართლაც გადმოვა UFC-ში, მას მოუწევს იმ რეალობის მიღება, სადაც ყოველი მეტეოკლი მასზე ნადირობს. მას მოუწევს მიათმიტყოს, რომ მისი 20-0 მხოლოდ სუსტი მეტეოკლების დამსახურება არ არის. მეგობრებო, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ქართველი გულშემატკივრისთვის ილია თოფურია ხელშეუხებელია. ჩვენ გვჯერა მისი მატადორული სიმშვიდეს. მაგრამ სპორტული თვალსაზრისით უსმანის გამოჩენა მხოლოდ წაადგებს დივიზიონს. რაც უფრო ძლიერი მგლია ტყვეში, მით უფრო საინტერესოა ნადირობა. დასასრულის მინდა გითხოთ, თქვენი აზრით რამდენად დიდია შანსი, რომ უსმანმა UFC-შიც ისეთი დომინაცია განაგრძელოს, როგორც PFL-ში? შეძლებს ის, რომ ილიას ან არმანს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს, თუ ოქტაგონის მკაცრი რეალობა მას თავის ადგილს მიუჩენს? იქნებ სეხუდო უბრალოდ აზვიადებს და უსმანი ჯერ კიდევ შორს არის იმ დონისა, რასაც UFC-ს ტოპ 3 ხვია. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ. თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ასეთი დისკუსიები ხდის MMA-ის იმად, რაც გვიყვარს. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, დაალაიკეთ ვიდეო თუ მოგეწონათ ეს გარჩევა და გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რომ არაფერი გამოგრჩეთ. შემდეგ ვიდეომდე, მეგობრებო, იყავით ფორმაში და გახსოვდეთ, გალიაში მხოლოდ უძლიერესი იმარჯვებს.